We will now observe a period of silence in memory of Diogo Jota. აცრემლებული ფეხბურთელები და ემოციური კადრები ენფილდიდან. ლივერპულმა სეზონის პირველი პრემიერ ლიგის მატჩის წინ წუთიერი დუმილით დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო. ჟოტა მარტო არასდროს ივლი, სამუდამოდ ენფილდზე. ეწერა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე მიტანილ ბანერებზე. ჟოტა მის ძმასთან ანდრე სილვასთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ივლისს დაიღუპა. ჰამბურგში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გიორგი ქოჩოლეიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართულმა უბერლიგის პირველ ზენის წინააღმდეგ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლომდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ თამაშის განმავლობაში ქოჩოლეიშვილი პასების მაღალი 95%-იანი სიზუსტით გამოირჩეოდა. მისი განხორციელებული 19 პასიდან 18 ზუსტი იყო. ჰამბურგმა მეტოქე 2-1 დაამარცხა. FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს. FIBA წერს, რომ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი წლევანდელ ევრობასკეტში დიდი ამბიციებით ჩაერთვება. ამავე სტატიის მიხედვით ქართველებმა იციან, რომ მიზნის მისაღწევად ჯერ საკმაოდ რთული ჯგუფიდან გასვლა მოუწევთ. საქართველოს ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდა. კვიპროსთან, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად. ეროვნული ნაკრები 1 მარტს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. უცნაური სანახაობა ჩინეთის დედაქალაქში. პეკინი პირველი ჰუმანოიდების რობოტების პირველ მსოფლიო თამაშებს მასპინძლობს. თამაშებში 16 ქვეყნიდან 500 ჰუმანოიდ რობოტი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 280 გუნდში არიან განაწილებულები. რობოტები ერთმანეთს ფეხბურთში, კრივში, სირბილში და სხვა დისციპლინებში ეჯიბრებიან. გარდა ამისა, შეჯიბრი იმართება ჰიპ-ჰოპ ცეკვებში და სხვადასხვა ინსტრუმენტების დაკვრაში.